მე როგორც წესი ვეთანხმები ხოლმე ჩემს კოლეგებს, უფროსებს, უმცროსებს, თანატოლებს, ჩემს მეგობრებს, იმ სულისკვეთების, ხშირად ხმარობ ამ სიტყვას, იმ სულისკვეთების მოქალაქეებს, რომლებიც თავისუფლებისკენ არიან. მათ შორის მე ხშირად რასაკვირველია ვეთანხმები ხოლმე ბევრს, მაგრამ ჩემი თაობის ერთ ჩემს კოლეგას, მეგობარს ასე ვიტყვი, თენგო გოგოტიშვილს, გამორჩეულ კაცს, იმიტომ რომ ბევრჯერ მისაუბრია, რამდენიმეჯერ მაინც მისაუბრია მის შესახებ. თენგო წერს, ისე უბრალოდ კი არ წერს, თენგო წერს გამორჩეულად მწერალი ქართველი ჟურნალისტი კი სხვებმა მაპატიონ და ცოტა ყავს ჩვენს სინამდვილეში კი ორი ხელი სასთითზე ჩამოვთვლი, ალბათ მეტზეც, მაგრამ ყველა კოლეგა ამგვარი არ არის. მაპატიონ როგორც. ამიტომ არ დავასახელებ ვის ვენდობი კი არა, ვინ წერს გამორჩეულად, ვინ არის ძალიან კარგი მწერალი ჟურნალისტი. ესენი მომიტევეთ ტელევიზიონშიკებმა უკაცრავად. მაგრამ უფრო გაზეთშიკები არიან. თენგო სწორედ გაზეთშიკია, გაგიკვირდებათ და მიუხედავად იმისა, რომ თავისი 50 და მეტი წლის განმავლობაში 30 და მეტი წელი, 30 არ ვიცი, 20 წელია დაახლოებით, მუშაობს სწორედაც რომ ტელევიზიაში, მაგრამ აი ფეხი თენგომ ჩემი არ იყოს და ბევრის არ იყოს. აიდგა სწორედ გაზეთში. და გაზეთში როგორც ჟურნალისტმა. და ეს უბრალო გაზეთი არ ყოფილა, სადაც მუშაობდა კი ზოგი მესვეული, ზოგი ლიდერი იმ გაზეთისა ცოცხალი არ არის და ზოგი ვინც ცოცხალია თლად ჯანსაღ სწორ პოზიციაზე არ არის, თლად გულახდილებით თუ ვიქნებით სწორ საქართველოსკენ პოზიციაზე, მაგრამ ის გაზეთი იყო დრონი. იყო საუკეთესოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სხვა გაზეთებთან. ერთად რასაკვირველია იმ ხანად 90-იანები იგულისხმება და აი სხვა გაზეთები კი რომელი დავასახელო 90-იანებში გარიჟრაჟზე 90-იანი წლებისა 7 დღე მაგალითად იქაც რამდენიმე ლიდერი იმჟამინდელი 7 დღისა თლად სწორ პოზიციაზე ჩემი მოსაზრებით არ არის, მაგრამ აი მთავარი რედაქტორი ვინც იყო, რომელიც ასევე კარგად წერს საუკეთესოდ ზვიად ქორიძე სწორ პოზიციებზია, რასაკვირველი იმ პოზიციებზია, აი თავისუფლებისკენ პოზიციები, თავისუფლების სადარაჯოზეა, ხო? ზვიადი. სხვა გაზეთების იყო 90-იანი წლების ოდნავ შემდგომ პერიოდში, შუა პერიოდში, აი კავკასიონი, მაგალითად ატავე შაპიძისა და მამუკა ფაჩუაშვილისა, მაია ჭალაგანიძისა, სხვებისა, ხო, მანამდე მამუკა ივერია ექსპრესის რედაქტორი იყო. ივერია ექსპრესი კი ძალიან კარგი გაზეთი იყო. ზვიად უკვე 7 დღის შემდეგ გაკეთებულია გაზეთი საქართველო და ასე შემდეგ. მოკლედ თენგოზე ვლაპარაკობ და სხვებზე რო აღარ ვილაპარაკო, თენგოს ყველაფერში ვეთანხმე, იმით კი გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა და აი ახლა ეს უიშვიათესი შემთხვევა ამბავი დადგა. ფილტვში ნასროლი ტყვის ამოღებას თვალზე 2 ოპერაცია რატომ დასჭირდაო? კითხულობს თენგო გოგოტიშვილი. რა მოგივიდა ბიჭო? გოგოთ, რა მოგივიდა? იმიტომ ეს ეხება თორნიკე რიჟვაძეს, იმიტომ რომ ფილტვში ნასროლი ტყვია და ეხლა მე წაგიკითხავთ თენგოს არა იმდენად რამდენადაც საზოგადოებას. ფილტვში ნაკისროლა ამ რიჟვაძე ბანდიტმა გადარჩა, კარგია, ეს რასაკვირველია, მაგრამ კავშირი ფილტვში ნასროლ ტყვიასა და თვალის ბადურის ჩამოშლას შორის, მხედველობის დაკარგვას შორის პირდაპირ შეიძლება იყოს, გაგიკვირდებათ და ეს არის პირველი ძლიერი ჰემოდინამიკური შოკი, კითხულობ, ბაბა მე რა ვიცოდი, უეცარი სისხლის დაკარგვა, ტვინში ქვეითდება სისხლის მიწოდება, ეს შეიძლება გამოიწვიოს ოპტიკური ნერვის ჟანგბადის დეფიციტით გამოწვეულმა დაზიანებამ, რომლის შედეგადაც მხედველობა უარესდება ან ქრება. თორნიკე რიჟვაძეს როგორც ჩანს ეს პრობლემა აქვს. ხო, ეს იყო ესე იგი სისხლის მიწოდების პრობლემა ტვინში და ჟანგბადის დეფიციტით იყო ეს გამოწვეული დაზიანება, რომლის შედეგადაც მხედველობა გაქრეს კიდეც შეიძლება. მძიმე ინფექცია ან სეფსისი არ მგონია თურქეთში ეს დამართნოდა, მაგრამ თეორიულად ესეც შესაძლებელია. ტყვის ჭრილობა ხილული არ არის,
ორგანიზმში ბაქტერია შედის, ვითარდება სეფსისი, სეფსისმა შეიძლება დააზიანოს თვალის ქსოვილები, ტვინის ნაწილაკები, რომლებიც პასუხისმგებელია ხედვაზე კი უტვინო კაცია, საბოლოო ჯამში ეს კონცეპტუალურად ოღონდ თორდიკე ბანდიტი რიჟვაძე კარგია რომ გადარჩა, მაგრამ ხო, რაღაცა გრამი ტვინი ექნება და ტვინზე ვლაპარაკობთ როგორც ადამიანის განუყოფელ ნაწილზე, ასე ვიტყვი, დამოუკიდებლად იმისა, კონცეპტუალურად რამდენად დიდია, რამდენად აქვს ტვინი საერთოდ თუ არა. სისხლის შედედების პრობლემებით შეიძლება იყოს თრომბოზი, ემბოლია. ეს ემბოლია შეიძლება გადავიდეს რეტინა, თვალის ბადურის ჩამოშლაზე, ოპტიკურ ნერვზე, ტვინის თვალის ცენტრთან ასოცირებულ უბნებზე, მედიკამენტური რეანიმაციული გართულებების შედეგადაც შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ეს პრობლემა ტყვის ფრაგმენტებით მოწამვლა, თუ სხეულში დარჩა ტყვის ნაწილაკები შესაძლოა დაიწვა ტყვის დონე სისხლში ტოქსიკური ოპტიკური ნევროპათია და ასე შემდეგ, ეს იშვიათია, მაგრამ რეალურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, თენგო ამ შემთხვევაში, ის თენგო, რომელსაც მე ყოველი 100-დან 100 შემთხვევაში ბრმად ვენდობი, იმიტომ რომ 30 და მეტი წელია ჩემი მეგობარია, 30 და მეტი წელია ის საუკეთესოდ წერს, 30 და მეტი წელია მას 3.5 შეცდომაც კი, 3 შეცდომაც კი, 1 შეცდომაც კი არ მოსვლია კონცეპტუალური, თორე ამგვარი შეცდომა მოგვსვლია ყველას, რასაკვირველია, ხო, თენგო სამ შემთხვევაში არ ვეკამათები კი არ ვეთანხმები. მაგრამ ეგ არ არის მთავარი არის ამბავი ის, რაც სწორედ რიჟვაძეს დაემართა. თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდნენ, გერმანიაში საცხოვრებლად არავინ გადასულა, თვალის პრობლემა ისევ და იმიტომ რომ თვალის პრობლემაა ისევ და იმიტომ წავიდნენ კლინიკაში გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს. პირველი ოპერაციის შედეგად კვლავ ჩაუდგა სითხე, ეთქობა თურქეთშიც გაიკეთა საწყალმა რიჟვაძემ, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები იყავით, ესაა მნიშვნელოვანი, რომ პირველ პირში წერს ეს კაცი, ვიზეს ვისაუბრებ ახლა, რომ კარგად ჩაივიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე. სამწუხაროდ მაინც ჩაუდგა, დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში, რა თქმა უნდა, ჩამოვა საქართველოში, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა? არაფერი მსმენია თავშესაფრის მოთხოვნაზე. და ისიც არ მესმის, ან ვერ ხვდები, რატომ უნდა მოითხოვოს. უთხრა ტv პირველ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საწუკე ყოფილმა ხელმძღვანელმა და რიჟვაძის საქმეში ბრალდებულმა, ამდენადაც ვიცი იარაღის გაუფრთხილებლობა თუ შენახვის გამო, ალექსი ახვლედიანმა, რომელიც იმ საგარეჯოს ამბავზე ისროლა თუ არ ისროლა, ესროლეს თუ არ ესროლეს, რა მნიშვნელობა აქვს ყიაღი მოხვდა ფილმში თორდიკე რიჟვაძის, იქ იყო ეს კაცი, რომელიც ინარჩუნებს ჩანს ურთიერთობას თორდიკე რიჟვაძესთან და გულახდილად გეტყვით, მეც მგონია, რომ რიჟვაძე ჩამოვა საქართველოში. ოღონდ რიჟვაძე ჩამოვას ჩემი აზრით. რიჟვაძე ჩამოვა საქართველოში, როდესაც მისი უსაფრთხოება აბსოლუტურად იქნება უზრუნველყოფილი, დაცული და ის შესაძლო ბრალდებები პროკურატურის მხრიდან ან შესაძლო პარტიული პარტიის წევრთა ბრალდებები ამ ბანდა ხელისუფლება პარტია ქართული ოცნების მხრიდან აბსოლუტურად გაუქმებული, ნიველირებული, აღარ არსებული იქნება, ანუ აღარ იარსებებს. ანუ მამაში უნდა დარწმუნდეს გერმანიაში, ის წავიდა სამკურნალოდ, რასაკვირველია, გერმანიაში, რასაკვირველია, თვალის პრობლემა ექნება, მაგრამ აბსოლუტურად უნდა დარწმუნდეს რიჟვაძე, რომ მას არ შეეხება სამართალდამცავი სტრუქტურები და არ შეეხება პარტია, ბანდა და არ მოითხოვს მისგან იმ ფულის ჩამოტანას, რამდენიც არის ეს ფული, იმ ფულის ჩამოტანას, რასაც მას მოარული ხმებით ედავებოდნენ. ახლა ერთ უცნაურ რამეზეც კენაც შეუხვევ. ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის ლიდერებიც ან არა ლიდერები, მეგობრები მათ შორის, მაღალი ალბათობით მასთან ვერ ივლიან. ვერ ნახავენ, ანუ ერთადერთი კომუნიკაცია, რაც შეიძლება გქონდეთ, ეს არის სატელეფონო, ან WhatsApp მაგალითად კომუნიკაცია. ისიც თუ გამორთე ტელეფონი, ხო? რასაკვირველია, ვეღარ დაგიკავშირდება რომელიმე ერთი ბანდიტი, სადაც არ უნდა იყო გერმანიაში, ბერლინში თუ ბადენ-ბადენში თუ ნიუნბერგში თუ სადაც წავიდა. მოკლედ უცხოეთში. ვერ დაგიკავშირდება ბანდიტი
დინარაძე, ბანდიტი კობახიძე თუ ნებისმიერი სხვა ის ვინც დაინტერესებულია იმით რომ რიჟვაძემ არ ამოიღოს ხმა და არ მოყვეს საგარეჯოში მომხდარი ინციდენტის ამბის დეტალები, მართლა თვითმკვლელობის მცდელობა იყო თუ არა, ასე მაგალითად, თუმცა ცოტა უცნაურიც არის, გულახდილად გეტყვით, კანა არ ფიქსირდება ამგვარი შემთხვევები, კანა არ ფიქსირდება მსოფლიოს თვითმკვლელობათა ისტორიაში, ფილტვის, მკერდისა და ფილტვის არეში იარაღის სროლა ტყვის გავარდა, მაგრამ იშვიათია, როდესაც ადამიანი თავს იკლავს, ის იკლავს უფრო და ისრის უფრო სახის არეში, თავის არეში, ხო? მაგრამ ეხლა ამას დავით დავარებოთ ერთ წელს მივყვეთ ოფიციალურ ვერსიას. მოკლედ ამათ ურთიერთობა რიჟვაძესთან ვერ ექნებათ, მე ჩააკითხავენ უფრო ზუსტი რომ იყო, იმის გამო რომ მაღალზე კიდევ 7 ჯერ ვიტყვი ამ სიტყვას, მაღალი ალბათობით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უკლებლივ ყველას მაღალი ალბათობით დაუწესდებათ სავიზო სანქციები. დიახ, ეს სანქციები შეიძლება დაუწესდეს ბევრ და ბევრ მოქალაქეს, მაგრამ ევროკავშირს შეიძლება გაუჭირდეს ესე პერსონალურად ამოღება, მაგალითად პროპაგანდისტებისა, მაგალითად ფსევდოექსპერტებისა, მაგალითად ვიღაც ტიპებისა, რომლებიც რთულად საიდენტიფიცირონი არიან, იმიტომ რომ ერთი ბევრნი არიან და ასე შემდეგ. მაგრამ რასაც ნამდვილად ჩანს და გარდაულად გააკეთებს ევროკავშირი უკვე ერთ თვეში ზუსტად დღესაც სხვათა შორის დღესაც იქნება გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული და ერთ თვეში კი იქნება ალბათ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის სავიზო რეჟიმის შეზღუდვა ბანდიტებისათვის, მათ შორის პირველ ყოვლისა მინისტრებისათვის, სუსის უფროსისათვის, ის მინისტრი არ არის პირდაპირ მნიშვნელობით და პარლამენტის წარმომადგენლებისათვის. ჩვენ თვლით, რომ უვიზო მიმოსვლა წესით არ უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და თუ უბრალოდ უსამართლობას და ძალადობას მიმართავენ, ამას ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ. რა არის ალტერნატივა მაშინ ამის? უბრალოდ მინდა ყველა დაფიქრდეს ამ თემაზე. თქვენ რას ფიქრობთ, რომ ამ ოპოზიციაზე ამოსდის deep state-ს მზედამთვარე? ცოტა გაუგებარი ტექსტია ჩემთვის, მაგრამ მაინც მათი სასარგებლო ნაბიჯები ჩვენს რომ გადაგვედგა, ანუ ევროპისო, ჩვენი ქვეყნის მომავალი გვერდზე გადაგვედო, რას ფიქრობთ ახლა იმ პრემიებს, რომლებსაც ამათ ურიგებენ, ანუ ოპოზიციას. ორი ამდენს დაგვირიგებდნენ ჩვენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავედით. წასულიყავით ფულის პარვას, ფული მოიპარა, ბურჭულაძე ჯუანშენმა ფულის პარვას და ფული მოიპარა, თორნიკე რიჟვაძემ მიუხედავად იმისა, რომ გადარჩეს შეიძლება იქნება და ფულის პარვას და ფული მოიპარა ირაკლი ღარიბაშვილმა, თქვენ ვეამბობთ, მე არაფერს არ ვამბობ, იქნება და სჯობთ რომ deep state-ისაგან მიგეღოთ ეს თანხა, რაღაცა იმ deep state-ს არ გადაეხადა თანხა თუ მაინც და მაინც ეს სიმართლეა, ყურილია, რასაკვირველია სურაჯ აფარიძისათვის, რომელიც ციხეშია, ფული აიღო, მაგრამ ციხეშია, ანუ სიგიჟე ეღოს, ფული მოიპარა და ციხეში არ არის ირაკლი ღარიბაშვილი. და წასულიყავით და იქნება საქართველოს გადაერჩინა, მაგრამ ამას იმიტომ ყვები, რომ ეს რაგვარიც არის დეპუტატ ჩენგიზ შარმანაშვილის ეს განცხადება, რომელიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას ეხება საზოგადოებას, ესენი წარმოაჩენენ, რომ აი ხალხს გადაფარებულნი არიან და ძალიან აინტერესებულნი არიან, რომ აი საზოგადოებას არ დაუწესდეს უვიზო რეჟიმის შეჩერება არ მოხდეს საზოგადოებისათვის და თვითონ კი ზვარაკები იქნებიან, თვითონ კი მსხვერპლები იქნებიან, თვითონ კი შესწირავენ საკუთარ თავს და თუ შესწირავენ და რაღაცა შესწირავენ და რაღაცა ევროკავშირი სწორედ შარმანაშვილთან და შარმანაშვილის ებრებთან დაკავშირებით არ დაიხებს უკან, მაშინ გეუბნებით მთელი პასუხისგებლობით და დიდი ჭვრეტა ფიქრი ამას არ სჭირდება, დიდი პროგნოზირების უნარი სულაც არ არის საჭირო, დიდი პროგნოზირების უნარი, რომ ამათ სანქციებს დაუწესებენ და არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტებით, არამედ ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტებითაც შარმანაშვილნი, თუ ქადაგიშვილნი, კობახიძენი და მოგილვათ იმის რა თანამდებობაზე არიან ფორმალისტურზე, ისინი ევროპაში ვერ ირიან. შესაბამისად, ტვინის ღუნვის შესაძლებლობა მდინარაძეს აღარ ექნება აგვარია იმ თვითმკვლელობის მცდელობის ცდილობა რომ ჰქონდა იმ რიჟვაძისათვის და შესაბამისად ვერ ჩასვავენ ისინი, ვეღარც ეცდებიან რომ ჩასვან იმ კალაპოტში,
რომელშიც თვითონ არიან მოქცეულნი, ოღონდ თორდიკე შენ თუ ჩამოხვალ და თორდიკე ჩამოვა, ოღონდ სრული უსაფრთხოების გარანტია უნდა ჰქონდეს, ხო, როცა იქნება და უნდა უამბოს დამოუკიდებელ პროკურატურას რა მოხდა საგარეჯოში, თორდიკე ჩამოვა, მაგრამ მანამდე ზეგავლენის შესაძლებლობა უშუალო შეხვედრების დროს ამ ბანდა ხელისუფლებას მის წინააღმდეგ უბრალოდ ვერ ექნება. რაც შეეხება WhatsApp-ს ან კომუნიკაციის სხვა სატელეფონო საშუალებებს, გეტყვით ერთ ამბავს, თორდიკე რიჟვაძე არა მხოლოდ ჩავიდა გერმანიაში, არამედ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თორდიკე რიჟვაძეს ის ქართული ნომერი, რომელზეც მიერთებული და ერთებული იყო მისი WhatsApp-ი და მგონი სხვა რამეს, თუ არ ვწდები სიგნალიც, ასე მითხრეს ყოველ შემთხვევაში გამორთული აქვს და იჩალიჩა მეთქი ასე ვიტყვი, იჩალიჩა და გერმანული ის ნომერია იყო, რომელსაც აქაური სუსი განა ვერ გაიგებს, ჩააკითხავს საბოლოო ჯამში ერთი არადასანქცირებული პირი სუსიდან და ესეთებს გაუშვებს ქართული ოცნება თუ რიჟვაძესთან და თუ სხვებთან, რა საკვირველია, მაგრამ აი იმ ქართულ ნომერზე, რომელზეც დინარაძე ურეკავდა ხოლმე ისტერიკულად, როგორც კი სიცოცხლის ნიშანს სვეტი დაეთყო თურქეთში საგანგებოდ გადაყვანილ რიჟვაძეს, ურეკავდა და ევედრებოდა, რომ თორდიკე არ გაქვთ თქვა, თორდიკე არ თქვა რა მოხდა საგარეჯოში და არა საგარეჯოში უშუალოდ, მხოლოდ საგარეჯოში უშუალოდ, არამედ რატომაც მოხდა ეს ყველაფერი, არ ილაპარაკო ამ თემაზე, ხო, ამ დინარაძე ბანდის ამის შესაძლებლობა უშუალო შეხვედრების დროს უბრალოდ აღარ ექნება. ეპარათ რიჟვაძე არა. რიჟვაძე ევეთახმები ბატონ მაჭავარიანს, რიჟვაძე რა საკვირველია ჩამოვა, რიჟვაძე ჩამოვა მაშინ, როდესაც სრული გარანტია ექნება, რომ მას არ შეეხებიან, ოღონდ სრულ გარანტიაში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ვერბალურ გარანტიას, თუ არა მხოლოდ გარანტიას კობახიძისგან მაგალითად, ხო, არა, ოღონდ შენ ჩამოდი და ხმას არ გაგცემთ, ეს არ არის გარანტია. ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას მათ შორის მისივე წევრებში თუ ყოფილ წევრებში ერთი ძალიან სწორი სახელი აქვს დაგდებული, ეს გადამგდებია, ბიზინა ივანიშვილიც გადამგდებია და ვინ და ამ ხელისუფლებაში მყოფმა შეზრდილმა მისმა თანანაწილმა თორდიკე რიჟვაძემ ეს საუკეთესოდ იცის, მან იცის, რომ ეტყვიან ერთს, გაუკეთებენ მეორეს, გამოუვათ მესამე, გაასაღებენ მეოთხე და ასე შემდეგ. ამიტომ რიჟვაძე, ხო, ეხლა ერთი თვალის ტკივა, ხვალ მეორე თვალი ასტკივდება, უთუოდ, უტრირებ ცხადია, ზეგ აუცილებლად გადასაყვანი იქნება მოსკოვში, არა, შესაძლოა ბერლინიდან თუ გერმანიიდან მოსკოვში არა მაინც და მაინც, მაგრამ აი ასე მაგალითად სინგაპურში, იმიტომ რომ იქაც უნდა გააგრძელოს კურნალობა, სინგაპურიდან ვინისის დასაბრუნებელი იქნება ისევ სტამბულში, მერე სტამბული ვერ მოერევა იმ პრობლემებს და ისრაელში, ისრაელიდან ისევ გერმანიაში და ასე კლინიკა ივლისის, სანამ ვიდრე ის ბოლომდე არ გამოჯამრთელდება. საბოლოო გამოჯამრთელება კი კავშირში არის, გაგიკვირდებათ და სრულ უსაფრთხოებასთან და იმასთან, რომ მას ფული არ ჩაატანინონ. ვერ ენდობა თორდიკე რიჟვაძე ვერავის, მათ შორის ბიზინა ივანიშვილსაც კი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ყოველ შემთხვევაში წერილი გაუგზავნა დაიცავი. მე ვარ ყველაფერში დამნაშავე და ჩემები კი დაიცავი ბიზინა გრიგოლიჩო. ასე მიმართა დაახლოებით. არ დაიცავს ბიზინა ივანიშვილი მას. შეიძლება დაახპირდეს, მაგრამ მაინც. რაც შეეხება თენგოს გოგოტიშვილს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის საუკეთესოდ წერს და ჩვენ საუკეთესო წერალი ჟურნალისტები ცოტანი თუ გვყავს. ნახვამდის.